ეთერში ყურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი კანდელაკისთვის 100,000 ლარიან გირაოს ითხოვდა პროცესზე რამდენიმე ბრალდებულმა, მათ შორის ყოფილმა მოკრივემ სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლში არალეგალური საწარმო გამოავლინა და ათეულობით მილიონის ღირებულების კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი და უაქციზო სიგარეტი ამოიღო. არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ნანა გოგატაძე მუშაობს ამ თემაზე, ის მხარეების პოზიციებს გაგვაცნობს, ნანა დეტალებს ველოდებით შენგან. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალკოჰოლური სასმელების არალეგალურად წარმოებაში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით და საბოლოოდ მსაჯულმა სრულად გაითვალისწინა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და 7-ვე პირი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით უფლებით ისარგებლეს თავად ბრალდებულებმა, მათ შორის ბიზნესმენმა გიორგი კანდელაკმა, რომელმაც კიდევ ერთხელ თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, მისმა უფლებადამცველმა კი შუამდგომლობის სახით დააყენა 100,000 ლარიანი გირაო. ასევე კიდევ ერთმა უფლებადამცველმა საუბარია ბორის გოგიჩაიშვილის გორის საკრებულოს მოქმედი დეპუტატის უფლებადამცველზე. მან მსაჯულს შესთავაზა 50,000 ლარიანი გირაო ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში, თუმცა როგორც უკვე გითხარით, საქალაქო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და 7-ვე პირი პატიმრობაში დატოვა. სხდომის დასრულების შემდგომ მოვისმინეთ უკვე დაცვის მხარის პოზიცია. უფლებადამცველები კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები არც ერთი პირი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ასევე უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმეში არ დევს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს. შესაბამისად, ადვოკატები ახლა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. გიორგი სრულიად უდანაშაულია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ირკვევა, რომ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ავადმყოფი ადამიანის ჩვენება. ერთადერთი მისი ჩვენება გახდა გიორგი კანდელაკის დაკავებისა და მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. რა თქმა უნდა, ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენებასთან დაკავშირებით გვაქვს საუბარი. ბორის გოგიჩაიშვილის მხრიდან თუნდაც SMS-ები თუ სურათები, რომელიც გადაგზავნილია, ეს არ ნიშნავს, რომ იგი რამეს უთანხმდება. პირიქით, ამას ჩვენ სამართლებრივად არა მარტო ახსნით, კიდევ ერთხელ ამბობ, დავადასტურებთ გიორგის ასე ვთქვათ, დისტანცირებას. ჩვენ ვთვლით, რომ პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს მათთან დაკავშირებით, სავსებით საკმარისი იყო სასამართლოს გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო. თითოეულმა ჩვენმა კოლეგამ და მეც მათ შორის საკმაოდ სოლიდური გირაო შევთავაზეთ, თუმცა სასამართლომ დაცვის ხარის პოზიცია არ გაიზიარა. მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებზე აპელირებს სახელმწიფო ბრალდება. პროკურორის ინფორმაციით საქმეში დევს არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ფიგურანტების ბრალეულობას დაადასტურებს. მათ შორის პროკურორის ინფორმაციით საქმეში დევს პირადი მიმოწერა გიორგი კანდელაკსა და ბორის გოგიჩაიშვილს შორის, სადაც პროკურორის ინფორმაციით და განცხადებით ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან უკანონო საქმიანობის დეტალებზე. დაცვის ხარი აპელირებდა იმაზე, რომ ბრალდების ხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ იყო დადასტურებული ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული. მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ სასამართლო აფასებს ფორმალურ საფუძვლებს, რომ არსებობს მიმალვის მტკიცებულებების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე აფასებს რამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალად შეცვლილი დანაშაული. სწორედ ბრალდების ხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დადასტურდა და დასტურდება და აღნიშნული იქნა სასამართლოს მიერ გაზიარებული. ბორის გოგიჩაიშვილისა და გიორგი კანდელაკს შორის იყო მიმოწერა, რაც უშუალოდ შეეხებოდა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულს, რომ ისინი ახორციელებდნენ უაქციზო ალკოჰოლური სასმელის წარმოებას. ბრალდებულები ერთმანეთში საუბრობდნენ და უგზავნიდნენ წარმოების ამსახველი, როგორც ვიდეო ჩანაწერებს, ასევე რამდენიმე ბოთლი იქნა დამზადებული და ასევე მითითებული იქნა კონკრეტულად რად დრო დასჭირდებოდა გარკვეული რაოდენობის უაქციზო ალკოჰოლური სასმელების დამზადებას. რეალიზების ნაწილთან მიმართებაში გრძელდება გამოძიება, თუ დადასტურდება მათი მხრიდან აღნიშნული აქციზური უაქციზო ალკოჰოლური სასმელის რეალიზება, თავისთავად მოხდება ბრალის დაზუსტება რეალიზების ნაწილში.
არალეგალურ საწარმოში, სადაც გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები წლების განმავლობაში ამზადებდნენ უაქციზო ალკოჰოლურ სასმელებს, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ამოღებულია ალკოჰოლური სასმელები, რომელიც ათობით მილიონი ლარის ღირებულებისაა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მადლობა ნანა გოგატაძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაღალი რანგის სტუმარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დახვდა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დადების დინამიკაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და Eagle Hills გრუპის დამფუძნებელმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი დაესწრნენ. ჩვენ გვაქვს ჩვენს ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ეკონომიკური თვალსაზრისით, აქაც დინამიკა არის ძალიან კარგი და რა თქმა უნდა ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ კომპანიები თქვენი ქვეყნიდან ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში. არის 4 მსხვილი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში და წარმატებით და მათ აქვთ ყველანაირი პირობა შექმნილი საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ თქვენი ლიდერობით ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას იგლისის და MRS კომპანიის მიერ და მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ასევე ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას, რომელიც უკავშირდება თბილისში მშრალი პორტის განვითარებას და იმედი გვაქვს, რომ ასეთი ინიციატივები მომავალში იქნება კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობა. და რა თქმა უნდა თქვენი ვიზიტი პარს საფუძველს ჩაუყრის ჩვენ შემდგომ პროდუქტიულ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების დადასტურება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელებაა, განსაკუთრებით ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომელიც პრიორიტეტულია ორივე ქვეყნისთვის. მინდა აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით. ჩვენ ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობების მიმართულებით. მინდა დაგიდასტუროთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები გააძლიერებს პარტნიორობას ზოგადად კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის და ხელშეუწყობს სტაბილურობას, მშვიდობას და საერთო ინტერესებს. მშვიდობა არის ძირითადი ღერძი ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. 16 ქვეყნის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა, მათ შორის ისრაელის, საფრანგეთის, უნგრეთის, ირლანდიის, ავსტრალიის, მონტენეგროს, სამხრეთ აფრიკის, ჩილეს, ყირგიზეთის, კონგოს, პორტუგალიის, ახალი ზელანდიის, ბელორუსის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკების, ასევე ომანისა და იორდანიის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს წარმატებები უსურვა. საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები. საგარეო წყების ინფორმაციით მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში დიალოგის მნიშვნელობა. მინისტრმა დიპლომატს წარმატებები უსურვა.
ევთოს მუდმივი საბჭოს სხდომის პარლამენტში იმსჯელეს 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით. სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაშა დარსალიამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. ევთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს დელეგაციამ ტრადიციულად ერთ-ერთ პირველივე მუდმივი საბჭოს ხდომაზე დააყენა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, გაიმართა შესაბამისი დებატები, ჰქონდა შესაძლებლობა აუდიტორიისთვის მიმოწოდებინა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით. საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა გამოხატეს საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა, გაკეთდა სხვა შესაბამისი განცხადებები, მათ შორის მეგობართა ჯგუფის განცხადება, რომლის წევრებიც არიან ევროპული ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა. პარტნიორებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევთოს მუდმივი საბჭოს სხდომის პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა ევთოს წევრი 36 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას. წინა კვირას გავრცელებულ განცხადებაში ქვეყნები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აკრიტიკებდნენ. ვაშა დარსალიამ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო ევთოს ადამიანური განზომილებით ნაკისრი ვალდებულების ერთგულია. მთავრობის ერთგულებამ მტკიცედ დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უცვლელრჩება და უზრუნველყოფს, რომ ის გარანტირებული იყოს ყველა მოქალაქისთვის. სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე გამოძიებო პროცესების შეფასებისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შესაბამისი უწყებები კანონის შესაბამისად გამოძიებებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ახორციელებენ ყველა საჭირო სამართლებრივ პროცედურას. საუბარი შეეხო იმ ოპოზიციის იმ ლიდერებსაც, რომლებიც არ გამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე, არ დამორჩილნენ სამართლებრივ ვალდებულებას, რამაც მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვია. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. ოპოზიციის ვიზიტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ 4 ოქტომბრის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მართულ გუნდში მათი ოპონენტების გეგმებზე და გარედან მართულ პროცესებზე საუბრობენ. მათი შეფასებით იმის მაგივრად, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიით იყოს დაკავებული, მათი ნაწილი დირექტივების მისაღებად და სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად ბრიუსელში, ნაწილი კი შტატებში და ბერლინშია. ოპოზიციის ვიზიტებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს ოპოზიცია. ლელოს ლიდერები ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში იმყოფებიან, შტატებში რჩებიან ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დელეგაციას ვაშინგტონში. ჩვენ კარგად ხედავთ იმ მხარდაჭერას და თანადგომას ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც ჩვენი ხალხისთვის და მთლიანად დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები არიან და კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ვაწვდით ირანულ და ჩინურ კავშირებთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვართ, სულ მალე დამატებით შედეგს გამოიღებს. არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე მეოთხე ამერიკაში, ვაშინგტონში არიან. ვხედავთ რა ვის ხედავენ ისინი, როგორც ჯგუფებს, ვისაც უნდა ესაუბრონ, არა ქართველ ხალხს, არამედ თავის უცხოელ მფარველებს და დავალებების მიმცემებს, ასე რომ ეს მათი მგზავრობაც ამ მხრივ უნდა აღვიქვათ. ერთადერთ მიზანს ემსახურებიან, რომ როგორმე გარედან იქნება ისეთი კრიტიკა შემოვიდეს, რომელიც აღაფრთოვანებს აი ამ რევოლუციისათვის განწყობილი ოპოზიციონერების მხარდამჭერებს და გამოვლენ ქუჩაში და მოაწყობენ მეიდანს. მთლიანად ეს არის სცენარი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიც და ბრიუსელშიც ვიზიტი ემსახურება ამ ერთადერთ მიზანს, როგორმე ეს დესტაბილიზაციის გეგმა სცენარი განხორციელდეს. ოპოზიცია თვით დაზიანების, იგივე თვით დაპატიმრების რეჟიმში, ასე აფასებს მმართველი გუნდი ბოლო პერიოდში. ოპოზიციის ცალკეული წევრების ქმედებებს. ქართულ ოცნებას მაგალითად ელენე ხოშტარი ამოჰყავს, რომელმაც მელიქიშვილის გამზირზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატის ბანერი დააზიანა, გადაიღო და სოციალურ ქსელშიც თავად ატვირთა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. შეფარდებული გირაო კი არ გადაიხადა. თემაზე გუშინ პრემიერმაც ისაუბრა და თქვა, რომ თვით დაზიანების პრაქტიკამ, რომელსაც ციხეში პატიმრები მიმართავდნენ, ახლა პოლიტიკაში გადმოინაცვლა. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში. ჩვენ პოლიტიკური პატიმრები ყავს არა იმის გამო, რომ ხალხს უხარია, რომ შვილებს და ოჯახის წევრებს არ ნახულობენ, არამედ იმის გამო, რომ რეპრესიული პოლიტიკის
ფარგლებში ზოგიერთი მათგანი სამოქალაქო გამბედაობას იჩენს. ადამიანებს აიძულებენ რომ არ იყოთ აქტიურები, არ იყოთ ოპოზიურად განწყობილები და ხო არ დაგეჭერნენ თქვენ თვითონ აჭერინებთ თქვენ თავს და სინამდვილეში ეს ხალხი უბრალოდ იბრძვის, თუ მათ გონიათ რომ ვინმე ამ ასე ვთქვათ რეპრესიულ კანონმდებლობას, რეპრესიულ ზომებს შეუშინდება ძალიან ცდება. ჯერ თავის დროზე გახსოვთ თქვენ ნიკა მელიამ დაიწყო, როდესაც ასე ვთქვათ ციხიდან გამოსვლა არ უნდოდა, გირაოს გადახდას გახსოვთ მაშინ ვარ სამუდა და შეგახსენებთ რომ მაშინ ერთ-ერთმა ევროპულმა ფონდმა, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოში რადიკალიზმის მთავარი დამფინანსებელია ევროპის დემოკრატიის ფონდი, მან გადაიხადა გირაოს ფული, გამოიყვანეს ნიკა მელია მისი ნების საწინააღმდეგოდ საერთო ჯამში გარედან გარიძალებმა გამოიყვანეს და კვლავ რადიკალიზმში ჩართვეს. დღესაც ახლა ხედავთ ამ სცენებს, რომელსაც დგავენ შეუმდგარი პოლიტიკოსები, ხედავენ რომ არ აქვთ ხარდაჭერა საზოგადოებაში და ერთადერთი მათი გზა არის სცენების დადგმა, პროვოკაციები და ეს თვით დაჭერები, რომელსაც ხედავთ ჩვენ წყებას, ხომ, ჯერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით და შემდეგ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული და თავადაც განაცხადა, მე მგონი მისი ოჯახის წევრების თუ გარემოცვაც ამბობს, რომ ფაქტობრივად მან თავი დააჭერინა, იცოდა კიდევაც და ამიტომაც გააკეთა ეს და გარკვეული ტაიმაუტი აიღო იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ მადობრივი აქციების ხრივ ან შედეგებზე, რომელსაც ხედავთ, რომ ისინი აორგანიზებენ. გაიმართა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია, მუსიკალური ვიდეორგოლი, რომლის ავტორიც მუსიკოსი ზაზა ნოზაძეა, საზოგადოებას ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალვაძემ წარუდგინა. ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყველა არჩევნების დროს ჩვენ სიმღერით მუსიკალური კლიპით ვეფერებით ჩვენს ქვეყანას, ვეფერებით ჩვენს ულამაზეს თბილისს. თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ყოველთვის უმღეროდნენ. ყოველთვის უმღერიან და ასე იქნება დარწმუნებული ვარ მომავალშიც. თბილისი არის ქალაქი, რომელიც ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს. ჩვენი დედაქალაქია, ულამაზესი, თავისი მომხიბვლელი, ტრადიციული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, განსხვავებული რელიგიებით, მრავალფეროვნებით და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჭირდება მოვლა. ამ ყველაფერს ჭირდება დაფასება, შენარჩუნება. მე ამაყი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ვემსახურო ამ ქალაქს. ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. ორ კვირაში ტარდება უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაიწყება ახალი ეტაპი ჩვენი დედაქალაქის განვითარების. რასაც ყველანი ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით, დარწმუნებული ვართ, რა თქმა უნდა, და ამას ადასტურებს წარსული გამოცდილება, რომ კახა კალვაძის ხელმძღვანელობით შემდეგი 4 წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და ამ ყველაფერში კახა კალვაძის მინდა წარმატებები უსურო მის გუნდთან ერთად. ჩვენ არ ვარღვევთ ტრადიციას, ტრადიციულად როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ წარვადგენთ ხოლმე არჩევნების წინ, ეს არის ერთგვარი კულმინაცია საარჩევნო კამპანიის, ჩვენ საარჩევნო კლიპებს, მუსიკალურ კლიპს და ამ შემთხვევაშიც ეს ტრადიცია გრძელდება. მე მინდა გადავუხადო მადლობა ზაზა ნოზაძეს, რომელიც არის ამ კლიპის სულისჩამდგმელი და ავტორი და რომელმაც შექმნა ძალიან თბილი გოლი, მუსიკალური ვიდეორგოლი, რომელსაც საფუძვლად დაედო ლეგენდარული გოგი ცაბაძის გენიალური სიმღერა და არის არაჩვეულებრივი ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია. ეს არის სიმღერა სიკეთით სავსე ქალაქს და ჩვენს ქალაქს, ჩვენს დედაქალაქს შირდება მეტი სიკეთე ყველა თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან ბევრი სიკეთით სავსე ჩვენი დედაქალაქისთვის. დასრულების ფაზაში გადადის წინასაარჩევნო კამპანია. ყველა ხედავს ქვეყანაც და რაც მთავარია ჩვენი დედაქალაქი ხედავს, ვინ არის საქმით მოსული და ვის აქვს საქმიანი გეგმა, ვინ ფიქრობს ქალაქზე და თანამოქალაქეებზე და ვინ ფიქრობს ვისი აზრები ცოტა სხვაგან ტრიალებს. ამიტომ ფიქრობ, რომ ის განწყობები, რომელიც დღეს გვაქვს მთლიანად ქვეყანაში, განწყობები, რომელიც არის ჩვენს დედაქალაქში, აჩვენებს, რომ უალტერნატივო არის კახა კალვაძის გამარჯვება. ჩვენ ვთქვით, ჩვენი მიზანი პირველივე ტურში
კახის გამარჯვება და ყველა მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში შესაბამისი გამარჯვება და უმრავლესობის მოპოვება. ასე რომ წარმატება კახის და ყველა ის გეგმები, რომელსაც ეს პერიოდია ვისმენ, დარწმუნებულად მომავალ 4 წელში ყველაფერი ასრულდება. ჩემთვის, როგორც რიგითი თბილისელისთვის, როგორც ამ ქალაქის შვილისთვის, ეს იყო უდიდესი პატივი და ესე ერთგვარი ოცნება, რომ მე მუშავა ამ ნამუშევარზე. მადლობა ამ შესაძლებლობებისთვის. დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ და დარჩება ისტორიას. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ჩილეს რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩი შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩილეს შორის თანამშრომლობაზე. აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები. ხაზი გაესვა მათ კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. დღესვე სპიკერი შეხვდა საქართველოში ყირგიზეთის ელჩს. საუბრის მთავარი თემა იყო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობასა და სატრანსპორტო ლოგისტიკურ პროექტებზე. პატასალია მალტაში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს. მთავარი თემა არის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სამართლებრივი დახმარება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებით ომს. დოკუმენტი მიზნად ისახავს ამ მიმართულებით მექანიზმების განახლებას და ეფექტიანობის გაუმჯობესებას. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა საერთაშორისო თანამშრომლობის ურთიერთდახმარების კონვენციას, სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების კონვენციის დამატებით მესამე ოქმს, რომელიც ცნობილია ვალეტას პროტოკოლის სახელით. აღნიშნული ოქმი და განხორციელებული დამატებები ხელს შეუწყობს კონვენციის მონაწილე ქვეყნებს შორის დოკუმენტაციის ელექტრონულ მიმოცვლას ციფრული ტრანსფორმაციის ერაში, კრიმინალური დაჯგუფებების საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. საქართველოს მოგეხსენებათ, რომ ჩართული არის საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლაში. ის არის კონვენციის წევრი და აქტიურად ახორციელებს მოქმედებებს და თანამშრომლობს კონვენციის მონაწილე ქვეყნებთან და აღნიშნული ცვლილება კიდევ უფრო მოქნილს და სწრაფს გახდის კომუნიკაციას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. დოკუმენტი ხელშეუწყობს ევროპულ ქვეყნებს კიდევ უფრო უკეთი თანამშრომლონ დანაშაულის გამოძიების საკითხებში, განსაკუთრებით იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ბოლო დროს ხელოვნურ ინტელექტთან და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გაჩნდა. მოხარულები ვართ, რომ 16 ქვეყანა, მათ შორის საქართველოს, ხელს აწერს ამ ახალ დამატებით ოქმს. საქართველოს დელეგაცია ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროტოკოლის შემუშავებაში. ეს ხელს უწყობს იურიდიული დახმარების ეფექტიანობის გაზრდას და უფრო სწრაფ კოორდინაციას, რაც საერთო ჯამში ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის საქმეების ეფექტიან გამოძიებას. იანვრიდან აგვისტომდე საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8%-ით გაიზარდა. საქსტატისტიკობით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე 16 მილიარდ 250 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი გაიზარდა 6.7%-ით, იმპორტი კი 9.7%-ით. იანვარ-აგვისტოში გაზრდილი როგორც მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელი, ისე გაზრდილია ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც კარგია, ბუნებრივი ეხმარება ეკონომიკურ ზრდას და ეკონომიკურ სისტემების დაჩქარებას. საკალათო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. უკვე 1 საათია გამოძიების კითხვებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე პასუხობს. მუხლი, რომლითაც საქმე აღძრული, ითვალისწინებს საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. ეს ჩვეულებრივად არის ფარსი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ვითომ დააშინონ და შეგვიწყვიტონ, ასე ვთქვათ, იმის საშუალება, რომ დავეხმაროთ ჩვენ ხალხს. 2024 წლის პერიოდში მის ორგანიზაციას გარკვეული შესყიდვები აქვს განხორციელებული. ეს არის 2024 წლის ოქტომბრიდან 25 წლის დასაწყისამდე. გვაქვს კითხვები, მაგალითად, ეს ინვენტარი რისთვის იყო საჭირო, აქციის მონაწილეებისთვის თუ ორგანიზაციისთვის და კონკრეტულად მას რა მოთხოვნები ჰქონდა და იზიარებდა თუ არა იმ მოთხოვნებს, რაც ეხებოდა კანონსაწინააღმდეგო ხასიათის აქციის წინააღმდეგობას და სხვა მსგავს განცხადებებს.
6 პირი დაკავა პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით. სამართალდამცველებმა მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილებიდან ამოიღეს ალფა PVP, მარიხუანა, მეთადონი და სუბუტექსი, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული. ამოღებულია დაფასობისთვის საჭირო მასალებიც. დანაშაულები 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავა. უწყებამ გადაამოწმა კონკრეტული ადგილები და გამოავლინა პირები, რომლებიც საქართველოში უკანონოდ იმყოფებოდნენ. მათ შორის არიან ინდოეთისა და ნეპალის მოქალაქეები. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. სექტემბერი ქართული სამხედრო ავიაციის დღეა. ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა. ცერემონიალის დაწყებამდე ირაკლი ჩიქოვანმა და გიორგი მათიაშვილმა გვირგვინით შემკეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. ნელ თარიღს გილოცავთ ქართული ავიაციის ერთიან და მტკიცე გუნდს, სამხედრო მფრინავებს, ინჟინრებს, მექანიკოსებს, მართვის ოფიცრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ღირსეულად ემსახურებით ქართულ სახელმწიფოს. დღევანდელ დღეს ასევე ულოცავ სამხედრო ავიაციის ვეტერანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ავიაციის განვითარებაში. ჩვენი მთავრობა აგრძელებს მუშაობას ჩვენი ჯარის მობილურობის გასაზრდელად და თქვენთვის უკეთესი სამუშაო და სასწავლო და საცხოვრებო პირობების შესაქმნელად. დღეისათვის წარმატებით ხორციელდება საავიაციო შესაძლებლობების მოდერნიზება, ინერგირება თანამედროვე მართვისა და კონტროლის და კომუნიკაციის სისტემები. უმაღლეს დონეზე აქვს გაცნობიერებული პროფესიული საქმიანობა და ზუსტად აფასებს სამხედრო ავიაციის მნიშვნელობას, როგორც სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების შემადგენელ აუცილებელ ნაწილს. მინდა თვითონ თქვენთაგანს მოგილოცოთ სამხედრო ავიაციის დღე. დღევანდელი დღე მინდა მიულოცო ყველა ვეტერანს, დარგის სპეციალისტს, რომლებიც 33 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სამხედრო ავიაციის განვითარებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ დაზვერვის სააგენტოს მომსახურეთა პროფესიულ დღეს. თქვენი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებასა და ეროვნული ამოცანების შესრულებაში. გამოწვევებით სავსე სამყაროში თითოეული თქვენგანის ძალისხმევა ფასდაუდებელია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში. თქვენი ქვეყნისადმი ერთგულება და პროფესიონალიზმი განაპირობებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას. მამუკა მდინარაძე. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები ეწვნენ. ასოციაციის თანამშრომლებმა მათ ცენტრის ინფრასტრუქტურა და ბაზა დაათვალიერებინეს, გააცნეს ინფორმაცია საქმიანობის შესახებ. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში მასპინძლობთ საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს, საკმაოდ ფართო შემადგენლობით. ისინი იმყოფებოდნენ ფოთის სანაპირო დაცვის ბაზაზე, სადაც გაეცნენ როგორც საინჟინრო სარემონტო სამმართველოს, ასევე მცურავი საშუალებების ბაზას და დაინტერესდნენ სამომავლო გეგმებითა და პრიორიტეტებით. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სანაპირო დაცვა და საზღვაო უსაფრთხოების დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. საქართველოს აქვს სანაპირო ზოლი, რომელიც შესანიშნავი შესაძლებლობაა ხალხისთვის, ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის და კულტურისათვის. სწორედ ამიტომ სანაპირო დაცვის როლი უმნიშვნელოვანესია. შტატების შემდეგ ნიდერლანდები ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილებით ანტიფაშისტური მოძრაობა ანტიფა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადა. დეპუტატები მოუწოდებენ მთავრობას გადადგას იგივე ნაბიჯები, რაც ტრამპმა. ანტიფას ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს უნგრეთიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ ანტიფას აგენტები უნგრეთში ქუჩაში მშვიდობიან ადამიანებს თავს ესხმოდნენ, შემდეგ კი ევროპარლამენტარები გახდნენ და ბრიუსელიდან მის ქვეყანას ლექციებს უკითხავენ. ახალგაზრდა კონსერვატორის მკვლელობის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა მიდგომები გაამკაცრა. ის აცხადებს, რომ რადიკალი აქტივისტები პატიმრობას იმსახურებენ. იმ ტელეკომპანიებს კი, რომლებიც ამ თემაზე ინფორმაციას არასწორად და ნეგატიურ კონტექსტში აღწერებენ, ლიცენზიები უნდა გაუქმდეს. კონსერვატიული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კირკი მისმა მეუღლემ ჩაანაცვლა.
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი მე-19 პაკეტი მიიღო. ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპულ ბაზრებზე აიკრძალება რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი. სანქციები დაუწესდა ჩრდილოვანი ფლოტის დამატებით 118 გემს, ენერგოგიგანტებს, როსნეფტს და გაზპრომნეფტს. ევროკომისიის სამიზნე გახდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობქიმიური კომპანიები მესამე ქვეყნებშიც. ევროკომისიის ინფორმაციით ამ დრომდე რუსული გაზის იმპორტს ევროკავშირის 8 ქვეყანა ახორციელებს. ეს არის ბელგია, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვაკეთი და ესპანეთი. დონეცკი, კიევი, სუმი, ხარკოვი, ჩერნიგოვი და დნიპრო საოკუპაციო რეჟიმი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებს განაგრძობს. დაშავდნენ მოქალაქეები. კიევში დაზიანებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ომის შესახებ განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერთან ერთად გააკეთა. ტრამპმა თქვა, რომ პუტინმა იმედი გაუცრუა და ომის შეწყვეტა მარტივი ამოცანა არ აღმოჩნდა. მისივე თქმით, თუ ევროპა ჩინეთის მიმართ უფრო პრაგმატულად იმოქმედებს, პეკინი ომის შეწყვეტაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის ქონების შესახებ წერს. ანტიკორუფციული ცენტრის ინფორმაციით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის ოჯახს ამერიკაში 8 უძრავი ქონება აქვს. 3 ბინა ფლორიდაში, 1 ბინა ნიუ-იორკში და 4 ვილა მაიამიში. 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით კი მისი მეუღლე და 3 შვილი შტატებში ცხოვრობენ. ამერიკამ ღაზას შესახებ გაროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო. დოკუმენტი ითვალისწინებდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას, დახმარების მიწოდებას და მძევლების გათავისუფლებას ჰამასის მხრიდან. ეს უკვე მე-6 შემთხვევაა, როდესაც ისრაელისა და პალესტინის რეზოლუციის პროექტს შტატები ვეტოს ადებს. Those against საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. 100,000-ობით დემონსტრანტი მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდებს და ახალ არჩევნებს ითხოვს. დემონსტრაციების დასაშრელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა. დაკავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში აქციების დროს მობილიზებული იყო 80,000 სპეცრაზმელი და პოლიციელი. უყურებთ კურიერს 6 საათზე. რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. წინასარჩევნო კამპანიას განაგრძობს ქართული ოცნების ახალციხის მერობის კანდიდატი. ვარლამ წიყვაურმა ქალაქის საპატიო მოქალაქეებთან, კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აქცენტი გაკეთდა მომდევნო 4 წლის განმავლობაში პროექტებისა და პროგრამების ერთობლივად დაგეგმვაზე. ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა კულტურის, სპორტის, განათლების, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ ქალაქში არსებულ საჭიროებებზე, სამომავლო გეგმებზე, ასევე მოსახლეობას გავაცანი საარჩევნო პროგრამა. ჩვენ ყავდა სტუმრები, პარლამენტის წევრები, რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას. შეხვედრისას იყო ბევრი კითხვა, იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც ბატონო ვარლამა წარადგინა თავისი გეგმა, თავისი ხედვები, თუ როგორ ხედავს შემდეგი 4 წლის ფარგლებში ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას და ისაუბრა მან მთავარ გამოწვევებზე. აფხაზეთის მთავრობის წევრები წყნეთში კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად შეხვდნენ. განხილვის დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხები, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული საჭიროებები და სამომავლო პროექტები. ჩვენი დევნილები აქტიურად არიან ჩართულები აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქმედ პროგრამებში. თუმცა მათ ამასთან ერთად აქვთ სხვა პრობლემები და საჭიროებები, რომელთა იდენტიფიცირებას ვახორციელებთ, რათა უახლოეს მომავალში აფხაზეთის მთავრობის ჩართულობითა და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით თითოეულ საჭიროებაზე გქონდეს შესაბამისი რეაგირება. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, იმ საჭიროებებზე, რომელიც მათ აწუხებთ, იმ პრობლემებზე, გამოწვევებზე და დავსახეთ გადაჭრის გზები ჩვენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საკითხები ოპერატიულად გადაწყდეს. სარგ ჯორჯია ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციისა და ტექნიკური განახლების პროცესს იწყებს. პროექტი მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება უკვე წლებია. საკონცერტო დარბაზი მოძველებულია, ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის მთავარი საკონცერტო დარბაზს ექნება რესურსი, მაღალი სტანდარტით უმასპინძლოს ღონისძიებებს და შეასრულოს ისტორიული ფუნქცია.
რაც შეეხება უშუალოდ განახლების პროცესს, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი, საერთაშორისო, იმიტომ რომ გვინდოდა ყველაზე გამოცდილ კომპანიებს მიეღოთ ამ კონკურსში მონაწილეობა, რადგან მაქსიმალურად შედეგიანი ყოფილიყო ეს ყველაფერი. ფილარმონია განახლებული და მოდერნიზებული ტექნიკით დაუბრუნდება დედაქალაქს, ეს კიდევ ერთი ძლიერი მიზიდულობის ცენტრი იქნება საქართველოში. გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან არქეოლოგიინ დოიჩლანდისა და ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმრები, რომლებმაც მუზეუმები დაათვალიერეს, ქვეყნის შესახებ სტატიებს მოამზადებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს პრეს-ტურს გერმანიიდან საკმაოდ მაღალი რეპუტაციის მქონე მედია საშუალებები საქართველოს ეწვივნენ იმისთვის, რომ საქართველოს არქეოლოგიური შესაძლებლობები წარმოაჩინონ, იმისთვის, რომ საქართველოს უნიკალური არქეოლოგია ევროპის მკითხველს გააცნონ და შესაბამისად დაინტერესებული ადამიანები საქართველოს ეწვივნენ. საქართველოში ეს არქეოლოგიური ნიმუშები, ეს აღმოჩენები ასახავს როგორც აღმოსავლურ, ასევე ხმელთაშუა ზღვის უძველეს კულტურულ გავლენას. აბსოლუტურად შთამბეჭდავია, როდესაც ჩვენ ვიხილეთ უძველესი დროის ოქრომჭედლობის მაღალი დონის ნიმუშები. 2026 საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საიუბილეო წელია. ქვეყანა 1700 წლის თავს აღნიშნავს. ისაც გვაერთიანებს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ინიციატივით საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნა. მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებები. დღეს მეცნიერებათა აკადემიაში საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჩვენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების შეხვედრა სულიერი განზომილება არ შეიძლება ერთი მხრიდან შეისწავლოს. ეს არის ინტერდისციპლინარული მიდგომა საჭირო. ამიტომ ამ შეხვედრას სხვადასხვა კუთხიდან განვიხილავთ, თუ რა ძალა აქვს სულიერებას ადამიანის ცხოვრებაზე, მის საზრისიან ცხოვრებაზე. ეს ნაბიჯი, რომელიც ერთის მხრივ ეკლესიამ, ქართულმა ქრისტიანულმა, მეორე მხრივ გარკვეულმა ჯგუფმა, რომელიც საინიციატივო ჯგუფია ამისი, მეუფე დანიელის მეთაურობით ჩაუდგა ამას ყველაფერს, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა. იმიტომ რომ თუ რამე გვაკლია, ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლია აი ეს განათლება, სულიერება და ასე მორალი. ბათუმი მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირს მსოფლიოს ახალგაზრდული სერია 2025 მასპინძლობს. ღონისძიების გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი დაესწრო. ტურნირში, რომელიც 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი მონაწილეობს. უკვე საქართველოს მეოთხედ მასპინძლობს სოფლიო ახალგაზრდულ სერიას მაგიდის ჩოგბურთში. წლევანდელი წელი არის უპრეცედენტო, ვინაიდან წლევანდელ წელს ყველაზე მეტი მონაწილეა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ წლიდან წლამდე უფრო და უფრო უკეთესი ხდება ჩვენი ტურნირი და უფრო და უფრო მეტი მონაწილეს უხდება სურვილი, რომ ჩამოვიდეს ბათუმში. 2025 წელს ისევ აჭარამ უმასპინძლა სოფლიო ახალგაზრდულ ეტაპს. დაახლოებით 165 მონაწილეა ჩამოსული. ჩვენი გუნდით საქართველოს ნაკრების გუნდი არის მომზადებული, რომ კონკურენცია გაუწიოთ უკვე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. დღეს თბილისის არენაზე დაიწყო პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას 20 ქვეყნის 200 წარმომადგენელი იღებს. პირველ საშეჯიბრო დღეს გამარჯვებული გიორგი ქალდანი გახდა, რომელმაც ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა. კონტინენტის პირველობისთვის ბრძოლა 21 სექტემბრამდე გაგრძელდება. მოუწა ჩვენ სამინისტრომ და მერიამ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ჩატარებულიყო ეს შეჯიბრი ევროპის ჩემპიონატი და ჩვენი გულშემატკივრის წინაშე მივაღწია ესეთ წარმატებას და ძალიან გახარებული ვარ. წელს მასპინძლობთ საქართველოში, თბილისში, ევროპის ჩემპიონატს პარაძიუდოში და უკვე ტრადიცია არის, რომ პარალიმპიურ ოჯახში საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც უმაღლეს დონეზე ტარდება საერთაშორისო ტურნირები და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენს პარასპორტსმენებთან ერთად პირველ რიგში საქართველოს სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის დამსახურება. გამოშვების ბოლოს ეთერს დაუთმობთ სტუმარს პირდაპირ ეთერში ჩაგორთობა ქართული ოცნების ლელო ორხევის მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისის საკრებულოში მამუკა ხაბარელი.